რატომ არ გაითვალისწინა გარემოს დაცვის სამინისტრომ მაჭახლის ხეობისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭებისას კანონპროექტის ინიციატორთა წინადადებები. ავტორებთან ერთად პარკის საზღვრებთან დაკავშირებით პრეტენზიები მოსახლეობასაც აქვს. მათ პრობლემების მოგვარების გარანტად ხეობისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის გაუქმება მიაჩნიათ. ადმინისტრაცია კი ადგილობრივებს გამოსავალს თავაზობს. დაკეტეს არ უშვებენ არავის, რომ გამოვტანოთ შეშა, მერე ჩვენ ძმეხლით და წყავის შვეით ვაკლებავდით საქონელს. აგიც იქ ვიგზალეს. პრობლემებზე ისევ საუბრობენ, თუმცა დღეს არა მათ მოგვარებას, არამედ მაჭახლის ხეობისთვის ეროვნული პარკის სტატუსის გაუქმებას ითხოვენ. თუმცა მანამ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდიან და საპროტესტო აქციებს მართავენ. იდეის ავტორებმა გადაწყვეტილება პირველ ხელვაჩაურის გამგებელს გააცნეს და მიზეზებზე წესაუბრნენ. არაკანონიერა დააფუძნენ. მოსახლეობაში კრებები არ იყო ჩატარებული, შეთანხმებული არ იყო. საკითხს აყენებენ დღე პარკის გაუქმებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათ გაუჭირდათ ერთი სიტყვით აქედან შესვლა ნაადრევადაც დაზამთდა შეშის გამოტანა საქონლის საძოვრებთან ეს არის თითიდან გამოწვეული ინფორმაცია. მაჭახლის ხეობის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მოსახლეობას არც საძოვრებისა და არც სავარგულების პრობლემა აღარ ექნებათ. რაც შეეხება საშეშე მასალას, კახიძის განმარტებით ტყეპარკი დეფიციტს განიცდის, რის გამოც საჭიროა ალტერნატიული ტყეკაფის მოძიება. დემარკაცია მოხდება გაზაფხულზე და მათი საზღვრები აიწევა, ექნება თავისუფლად საძოვრების, სპირუტყვის ძოვების საშუალება და ის სავარგულები, რომლებიც მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა, ამოიჭრება და იქნება მათი საკუთრება. საზღვრებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს ხეობისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ ინიციატორს. როინ მალაყმაძე ამბობს, რომ პირვანდელი კანონპროექტი ტყის მხოლოდ იმ საზღვრებს მოიცავდა, რომელიც მიუვალი და დასახლებისგან მოშორებული იყო. მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებისა და მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, გსურდა რომ მინიჭებულიყო ეს სტატუსი, მაგრამ თავდაპირველი საზღვრები, აი ის საზღვრები, რა საზღვრებითაც მომზადდა კანონპროექტი მაჭახლის ეროვნული პარკისა დაცული ტერიტორიების შესახებ იქნა შეცვლილი და თუკი ადრე საზღვარი ჩვენს პერიოდში საზღვარი გადიოდა იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისედაც დაცულია და მოსახლეობა თავადაც ვერ იყენებს და არ სარგებლობს, ეხლა ამათ აიღეს და საზღვრები თავად შიგ სოფელში გაატარეს. და ადგილობრივი მოსახლეობა, რასაც მოითხოვს, რომ უნდა გადაიხედოს სტატუსი და უნდა შეიცვალოს საზღვრები, მართალია. ეროვნული პარკის სტატუსი ხეობას 2012 წელს მიენიჭა და იგი 8 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს მოიცავს.